პარალელურ პარკირება გავაკეთოთ. პირველ რიგში ახლო მანძილი უნდა დაიკავო. მოდი მესამეში წავიდეთ, ხო? მოიწეოდნო მარჯვნივ, ეს იყო პირველი. ეს არის მეორე. მოდი, კაი, მეორე გავაკეთოთ. ეხლა ნახე. გააჩერე მანქანა ერთი წამით. აქ შენ რა გჭირდება რა? პარალელურ პარკირებები როგორ უნდა გაანსხვავო? წინ გაქვს ორი ჯოხი, უკან არის სამი ჯოხი. ნახე, იქით მხარეს 1 2 3 ხედავ? აქაც ნახე ორი ჯოხი, იმის იქით ორია. აი აქაც ნახე 1 2 და ეს მესამე ჯოხი, სამი ჯოხი გვაქვს. ეხლა ნახე რა სიტუაცია გაქვს. პარკირების წინა მარცხენა ჯოხი, ანუ ორი ჯოხიდან მარცხენა გჭირდება. ცოტათი ახლოს მოიწიე, ნახე დაძარი წინ, და აი აქ ზოლთან ოდნავ ახლოს მოდი, ზოლით გააკონტროლე. ნახე, მიდი, გაასწორე ხა მარცხნ გადაწიე. სო, გაასწორე, გააჩერე. ნუ მე რო შეეჩვევი, აღარ გააჩერე პროსტა რა. აი ეხა ეს პირველი მარცხენა ჯოხი უნდა მიიყვანო სარკის მეშვეობით უკანა კარის სახელურთან, ოდნავ გაცდება და ჩერდები. ან მეორე ვარიანტი, ის ჯოხი იქით ამ მხარეს რომელიც არის. უნდა მოიყვანო უკანა კარის გამღებთან, ოდნავ უკან, აი სადღაც აი აქ. მიხვდი? მე რომელიცაც გინდა იმითი ხელმძღვანელე, გინდა ეს მიიყვანე იქ, გინდა ის ერთდროულად მოხდება რეალურად ორივე. ცოტა კიდე მიდი. ეხლა ნახე, რომელს უყურებ შენ? იქ იმ ჯოხს ხო იქითას? აქეთას. აქეთა ჯოხს თუ უყურებ, აქეთა ჯოხს სარკეში უნდა უყურო. იქითა ჯოხს უკან კარის სახელურთან უნდა უყურო, იმასთან რა ქვია, გამღებთან უნდა უყურო. მოეცადე, ოდნავ კიდე მიდი წინ და ეყოფა. გააჩერე, ეხლა იქითა ჯოხს გადახედე, აქ რო გითხარი, ხო აქ არის? აი ეგრე. ეხლა ნახე, აქ უკვე რა გვჭირდება? უკუსლით უნდა წავიდეთ. გადაიტანე ზადნიში ერში. აი ესე. საჭე ბოლომდე მარჯვნივ დაატრიალე. და უკანა მარჯვენა მხარეს მე ვუყურებ ეხლა აქეთ. ეგრევე ხედავ ამ ჯოხს, რომელსაც უაჭველიცდები ისე გვაქვს დაყენებული. მარცხენა სარკეში უყურე და მესამე ჯოხი. უკანა კარის სახელოს როგორც კი გაუსწორდება, იმ წამსვე აჩერებ. დაძარი მიდი, სარკეში უყურე და მარცხენა სარკეში უყურე და ჯოხები დაითვალე. ნახე, ერთი ხო გამოჩნდა. ეხლა მეორე გამოჩნდა, ხო? მესამეზე ეგრევე გააჩერე, უკანა კარის სახელოს გაუსწორე. ვსო, ხო გაუსწორდა. აი, კარგად გამოაჩინა, ერთიანზე გადავიყვანო დაიცა. კარგად რო გამოჩნდეს. აი, მესამე ჯოხი როგორ არის გასწორებული. ეხლა უყურე. საჭე გაასწორე ხა. ისე უკუსლაში გვაქვს საჭეს ვასწორებ და აი მან დრო საბურავზე გითხარი, უნდა დაინახოთ ხო. თეთრ ზოლთან, პირველივე შემხედრ თეთრ ზოლთან. შეიძლება რაღაც მომენტში წყვეტილზე მოგიწიოს, მაგრამ პირველივე შემხედრ თეთრ ზოლთან უნდა მიიყვანო ახლოს, მაქსიმუმ ზედ უნდა დააყენო, შიგნით შესვლა არ შეიძლება. მიიყვანე ნელ-ნელა ახლოს. შეანელე, გააჩერებს ოთორეთ, ზედ მეტი მოგივა. ეხლა ხო ახლოს მივიდა. ზედ დგას თითქმის, ხო ეგრეა? ზედმეტად შინ თუ შეხვედი, ვეღარ ჩააყენებ. ეხლა ბოლომდე მარცხნივ აიღე და აი ამ ორ ჯოხს, მარჯვენას და აი აქ სარკე ეფარება ჩემთან მარცხენას. უყურე, უკან წადი, რო გასწორდება მანქანა ამ ორ ჯოხს შორის, ეგრევე ჩერდები. წინ გამოხედე როგორია, ნახე, მიიყვანე კიდე უკან, შეანელე და გააჩერებსო. მეტი უკან მისვლა აღარ გჭირდება. მარცხნივ გასწორდა, მარჯვნივ გასწორდა. დააპარკინგე მანქანა, პარკირებაში გადაიყვანე, ხელის ტორმუზი ამოწიე, პედალს ფეხი გაუშვი, 1 2 3 წამი გავიდა, ველოდებით, ისევ დააბიჯე ტორმუზ ფეხი. ახლა უკვე დრაივში გადმოიტანე. ჩამოწიე ხელის ტორმუზი და ხო, ვიდეოში არ მეთქვია, თვითონვე გაასწორა და აღარ თქვი მე. როცა ყენდები პარალელურ პარკირებაზე საჭეს ასწორებ და შესაბამისად გასვლის დროს ისევ მარცხნივ უნდა დაატრიალოთ. დაატრიალე ხა მარცხნივ, ანუ ხელის კოლოფი დავაბრუნეთ, რო ვიმოძრაოთ, პარკირებიდან მოხსენით, ხელის მუხრუჭის ჩამოწეთ, საჭეს მარცხნივ დავატრიალეთ. გაასწორე, ეხა შემოდი მარჯვენა მხარეს, როგორც კი იქიდან დავძარით ჩვენ, უკვე გითხრა რომ თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენ ჩააბარეთ წარმატებით გამოცდაო. ვსო, ამით დასრულდება და შემდეგ უკვე გეტყვიან რომ ქალაქის გამოსვლისთვის გაქვთ 1 წელი.